თუ დილაშო იღვიძებთ წარსძექით ღვთის წინაშე და ყველაფრისათვის მადლობა უთხარით ღმერთს. განსასწრებისათვის, უპირველეს ყოვლისა განსასწრებისათვის ითხოვეთ მადლობა. და იმ ადამიანებისათვის, რომლებიც თქვენ გავიწროვებენ და თქვენს არასწორად გექცევიან. უსამართლოდ, აი უსამართლობისადმი ქრისტიანული დამოკიდებულება ამ სამყაროში არის ღვთისადმი მადლიერება. პარადოქსია, რა თქმა უნდა, ამას ოფლისულისათვის, მაგრამ არა ჩვენთვის. გესმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს, ეს ძალიან ღრმა თემა, ახლა ვერ გავშლი, მაგრამ ამიტომ ამბობს, ყოველ საშინა, ყველაფერში ღვთის მადლობა ისწავლეთ, მადლიერება ღვთისადმი და იქვე გვეუბნება, გვაფრთხილებს. რამე თუ ესი არის ნება ღვთისა. აი, ღვთის ნება, რა არის ღვთის ნება? რომ ყველაფერში ღმერთს მადლობდნენ. ჩვენ ასე ხო არ ვართ. ჩვენ ამ სოფელში ვხედავთ უამრავ უსამართლობას, გლობალურს თუ პიროვნულს და ვბობოქრობთ. რისხვით სავსენი ვართ, გესმით? და ამიტომ გეუბნება, არა, მადლიერი იყავი, ღვთისა, ყველაფერში. იმიტომ ეს ღვთის ნება. ვინ არ ენდობა პავლე მოციქულს და ვინ დაიწყებს პავლე მოციქულის სიტყვების რევიზიას, როცა ამ სიტყვებს იცით რა ახლავს, რომ პავლე მოციქულს ბოლოს თავი მოკვეთეს. აი ასეთი კაცი ლაპარაკობს ამას. ანუ პავლე მოციქულს ეს სოფელი არ ეფერებოდა.